საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. პატიმრები პენიტენციურ დაწესებულებებს უკვე ტოვებენ. პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების გადაწყვეტილება შეაფასეს პოლიტიკურ სპექტრში. არც ხა ოჯახის წევრების დამონათება იმაში რომ ხა ყოველ შეწყალების დღეს ელოდებიან პატიმრების გათავისუფლებას ამორალური მგონია. ბუნებრივი ოჯახის წევრი როცა ყავს ციხეში, როცა იცი რომ შეწყალება ყველა ადამიანი საქართველოში, მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების დედები არა და მშობლები ფიქრობენ იმაზე რომ იქნებ მათი შვილები, მათი ოჯახის წევრები მოხდნენ ამ შეწყალებაში. მათ აქვს პრინციპული პოზიცია და ვერავინ ვერ დაამონათებს, იმიტომ რომ არაფერი არ ჩაუდენეთ ხა რეზო კიკნაძე რომელსაც ედავებიან იმას რომ რაღაც ქაღალდი ისროლა აქციაზე, შეწყალების დაწერის მორალური აი საშუალება არ აქვს ფაქტობრივად ამ ადამიანს და არის კომპრომისო პოზიციაზე. ხო, ისევე როგორც ხვები არ მინდა ხა კონკრეტული ადამიანები ჩამოთავაზო, მაგრამ ნუ უბრალოდ კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე. ასეთი არის ყველა სხვა პატიმარი, ხო? მათ არაფერი არ აქვს სიამოვნებაში დაშავებული და ტყუილადიან ციხეში და არავის შესაწყალებელი არ არიან. ეს არის მათი ახმა და არ ამგონია ხა მათი მორალური საჯულები ვიყოთ ის ხალხი, ვინც გარეთ ვართ. ეს მოლოდინი, რომელიც დაკავშირებული იყო იმ ადამიანების შეწყალებასთან, რომელმაც ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული საკუთარი სახელმწიფოს წინაშე, საკუთარი ხალხის წინაშე და არ მოუნანიებიათ პირიქით ძალიან ამაყად აცხადებენ, რომ არ ნანობენ დანაშაულს და სწორად მოიქცნენ და ფუთავენ თავიანთი გამოგონილი ვითომ და პოლიტიკური მიზნებით იმ დანაშაულს, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში არის სისხლის სამართლის დანაშაული, ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრაციული დანაშაული. აი ამ ხალხს რატომ ქონდა შეწყალების იმედი, მე არ მესმის და ჩემთვის გაუგებარია. ის ფაქტი, რომ მოხდა ამასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი შექმნა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მათი პოლიტიკური თამაშები, რომელსაც არავითარი შედეგი არ მოსდევს, იმიტომ რომ არ არის რეალურ სამართლიან და ობიექტურ ვარაუდებზე ან არგუმენტებზე დაფუძნებული. და კიდევ აქ არის ჩემთვის ძალიან გაუგებარი, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არალეგიტიმურია, არალეგიტიმური ინსტიტუციები მართავენ, არ აღიარებენ პრეზიდენტს, მას რატომ მოითხოვენ მისგან შეწყალებას და იმ ძალაუფლების გამოყენებას, რომელიც ჩვენს პრეზიდენტს გააჩნია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ანუ ისევ და ისევ აბსურდული და გაუგებარია მათი მიდგომები. ნებისმიერ ჰუმანურ აქტში პოლიტიკური ანგაჟირების შეტანა ამ აქტის აფუჭებს, ასე ვთქვათ, არავითარი მოლოდინები არ შექმნილა. უბრალოდ უნდათ რომ ხელოვნურად შექმნა ასეთი მოლოდინები. რა გვესმის ამ ბოლო წლების განმავლობაში არ გწნობ, არ მინდა პარლამენტში არ შემოვალ, შენ ვინ ახარ, საერთოდ არ გწნობ, როგორც გინდა ისე მოიქეცი, მე არ მაინტერესებს და ამავე დროს ასეთი ადამიანისგან უნდა შექმნა რომ მოლოდინი რომ ესეთი ადამიანი მიუხედავად იმისა რომ არაკანონიერ მიაჩნიათ, უნდა იქცეოდეს ისე როგორც მათ მიაჩნიათ. ეს იმდენად აბსურდული სიტუაციაა, რომ ასე გაგრძელება წესით აღარ უნდა შეიძლებოდეს, მაგრამ უკვე მიგვაჩვიეთ ჩვენ ამ აბსურდულობას.